მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. დღევანდელი გადაცემის თემა კი გახლავთ დებიუტი იუმორინაში. დიახ, აი დებიუტი იმ მსახიობებისა, რომლებიც დღეს უკვე პოპულარულები არიან, მაყურებელი მათ კარგად იცნობს. აი ახლა გადავხედავთ, როგორი იყო მათი პირველი ნაბიჯები, როგორი იყო მათი სტარტი იუმორინაში, ვინ როგორ მოხვდა აი ამ ჩვენს საკონცერტო სერიალში, რომელიც უკვე 15 წელია რაც არსებობს. დასაწყისისთვის უპრიანი იქნება სწორედ იუმორინას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი სახე, ბატონი დათო როსტომაშვილი მოვიძინოთ. აუმარჯოს ბატონ დავით. არა მიჩავს რა, აქეთ დავუძადეთ ჩემო ბატონო. მე ახლა მოვახსენე ჩვენს ძვირფას მაყურებელს, რომ დღეს დებიუტზე გვექნება საუბარი იუმორინაში, ვინ როგორ აკეთებდა თავის პირველ ნაბიჯებს. მე კარგად მახსოვს, ბესო თავად ახალი მოსული იყო მერულაშვილი შენი მეგობარი და მან წარმიდგინა შენი კანდიდატურა მოლიდებით. თქვა რომ იცი აი ბატონიო არიო ასეთიო ძალიან საინტერესო პიროვნება და მინდა რომ ნიჭიერი კაცია და წარმოგიდგინოთო და იმ მომენტში არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობ კი ბატონო და მე ერთად შემოხვედით და მახსოვს ესო მეუნება რომ ბატონო ჩემო აი ეს გახლავთო ძალიან საინტერესო და ნიჭიერი კაცო ეს ძალიან მაგარი მოჭიდავე ძიუდოისტიაო კარგია მოთხარ პოლიციის მაიორია და მაგარი თამადაო და გაჩერდა მოთხარი ეს ყველა მეგარება მაყურებელთან რასაპირებს მოთხარი დაეჭიდება თუ დაიჭერს იმაყურებელს თამადებს უგაცრავად თავარი გამომიჩა თავარი რომ პაროდისტო და მაკეთან დაგეწყო შეგაიგაცო და დაიწყო და რა დაიწყო სხვათა შორის მახსოვს რომ ბორჯოვის დასხმით დაიწყო თუ გახსნა დასხმით პირველი პაროდია კი ხო პირველი იყო და მივხვდი რომ სუფრასთან მართლა ახლო იყო ეს კაცი და შემდგომში კარგად დაადასტურა რომ კარგი თამადაცაა და კარგი მომხრიც ეს ერთი მერე იყო რაღაც ჩიკი იყო აჰა გიგი ხო ძალიან უშტენო რომ მითხრა რა კარგად უშტენს ეგეც იყო გაზაფხული მოვიდა შემდეგი თუ არ ვწდები რა გააკეთებები თვითფრინავი დათუქა ფათაშორის ეხა მე მოვყვები გამახსენდა შაბათ-კვირას ქონდა ხოლმე ორ-ორი კონცერტი დილა საღამოს რა და საღამოს კონცერტის მერე ქორწილში ვიყავი თამადობა მომიწია და დილამდე შეიძლება კონცერტი დამთავრდა რომელი საათი იყო 9 საათი იყო და როდის მე მივედი მელოდებოდნენ და დაახლოებით 4-5 საათამდე ვუბერეთ და კვირას 12 საათზე ქონა კონცერტი და დილას ნაბახუსებზე მოვედი რუსთაველზე ვიყავი თავისუფლების მოედანზე ვიფხან ისინი ხელა გამოვედი და თვითფრინავის დაქოქვა რომ მქონდა ესე იქოქება რა თუ გამომივიდა ეხლა კაი იქნება და ესე ზუსტად ეს დამემართა რა გამოვედი კულისებში და ხრასტი კეთყობა გუში ცუდი საწვავი ჩაგისხეს ვერ დაქოქა კარგად მერე რა თქმა უნდა ამ ხმებიდან ადამიანებზედაც გადავიდა და აღმოჩნდა რომ დიდებულად აკეთებდა სვანური კილოკავით პაროდირება სვანური კილოკავისა და შემდეგ დაიბადა პირველივე ნომერის სადაც დათო უნდა ამოსულიყო მაყურებელთა დარბაზიდან რადგანაც ჯერ არავინ არ იცნობდა მას და გავითამაშებდით სიტუაციას ვითომას და რომელიღაც მაყურებელი ამოდის შემთხვევითი და ეს ინტრიგას ალბათ ჩვენი აზრით გაამძაფრებდა აი რა მოყვება შეთქო ესე იგი დაახლოებით 2 თვე რეპეტიციები მიდიოდა და კაციშვილ მარიცო და ფილარმონიაში დავდივდი 2 თვე სახში არ მithkoms რა არავინ არ გამიფრთხილებია ხო და დავპატიჟე ჩემები მთელი ოჯახი კონცერტზე გახარებულები წამოვიდნენ რა თქმა უნდა და იქ მეოთხე რიგში ვიჯექი კუთხეში რა და რო დამიძახა სცენიდან რო დამიძახა ავდექ მე მეძახით ხო ვეუნები კულისებში კი შენ გეძახი ვადექიო რომ მითხრა ავდექი ხო და მაკა მეუნები დაჯექი სიცხვილეა კოსტუმზე კაჭა ამოდი ერთ სცენაზე ამოდიო მეძახის რა და არ წახვიდო ბავშვი მამა მიდი მეძახი არ შევინე კოსტუმზე ხელი წავიდა უკან ვიღაცა შეუყურე მართლა წავიდაო მე ავედი და იგი ყო რა ავიდა მე უკვე ნომერში ჩაერთო მე კი მივხვდა ხალხი ერთი სიტყვით აი ესე ფეხბედნიერად დაიწყო ჩემი დათოსტები და ძალიან მიხარია რომ გაგრძელდა ასეთივე დიდი წარმატებებით დღეს უკვე ეს ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი პაროდისტი და მსახიობია ეს რაც შეეხება დებიუტს სადღეისოდ რა მოგვიბზად სადღეისოდ ეხა ძალიან ისეთი აქტუალური თემა არის ახალი წევლა შემოვიდა შენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მენახო სოციალურ ქსელში ატვირთულიო სომეხმა ოქროს თევზი დაიჭირა და მოაშენა
ცოლი მივიდა ქმართან და ეუბნება რომ სიხარულო ზოოპარკში ხო წამიყვანო. ვახ კიდე გამოიქეც ის შეოხერა. შემო ზვაკასმა მიტრაკას ეს პატრული მაჩერებს და წარამარა მეკითხებაო. ნასვამი ხო არა ხარო? ცხოვრებაში არ უკითხეთ ნაჭამი ხარ თუ არა ხარ? ხოდა მიხო მიდის ჯარში და მეზობელმა უთხრა ახალი ჩამოსული იყო ჯარიდან. ბიჭო ძალიან ფინკი სიტუაცია არ წახვიდე დედა იგიტირებენ. ვერაფერსაც ვერ ვიზამე დედაჩემი არ მივყავო. ახლა გიჯე ხალხო მეგობრებო ის რეკომენდატორი მინდა მომიწვიო. სწორედ ჩვენ სტუდიაში ვინც თავის დროზე გაუწია რეკომენდაცია შევს დათოს. ყველას საყვარელი ბატონი ეს სობერულაშვილი ორგანი შემოგესო. ხوار ჩეგარ წვიდა აგერ რეკომენდაცია. ეს შემთხვევა რომ გამართლა. სენსეის როგორ სენსეი მოვიდა. ეხლა შენი სტარტიც გავიხსენოთ იუმორი, თუმცა ბესოსთან უფრო იოლი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მაშინ ძალიან პოპულარული იყო პასეასი. ძალიან კარგი ნომრები ჰქონდა და კაი შემსრულებლებიც ყავდა და მისი ნიჭის თაობაზე უკვე მე ინფორმირებული გახდით და რომ მოვიწვიე ზუსტად ჩვენი პირველი საუბარიც შედგა პასეასის თემასთან დაკავშირებით. მაშინ ის პერიოდი მართლაც საოცრად პოპულარული იყო და ესეთი გადაღებები ჰქონდა ხოლმე ჩვენ მეგრელი ეკითხებოდა ყიფშიძეს ქუჩა იყო, ნუ ძალიან ესეთი პოპულარული და ნარკომანს მიადგებოდა და ეკითხებოდა რომ ყიფშიძეს ქუჩას ვერ მიმასწავლი, ყიფშიძეს ქუჩას ვერ მიმასწავლი და ეს მე ნუ ნარკომანი იწყებდა თამაში, ირაკლი ფრანგიშვილი თამაშობდა და მე ხა მეგრელი მივედი და ვეკითხები ამ ნარკომანს რომ ყიფშიძეს ქუჩაზე ვდგავ არ გენაცვალე. ამა გამოხედა ესეთი და ყიფშიძეს ქუჩაზე კი არა, ავტუშაზე დგა ხარ დიასამიძეზე და დაბლა იწვა ბატონჯებალ ვაკაჭი ჩვენი ვაკაჭი ეს მიჭერეს კაცი და აი უკვე ჩასუხებული ვარ, აი ესე ზედ ვიდექი მე. ცოცხალი თავით არ გადმოვდიოდი, ეს 20 დუბლი გავაკეთებ, აღარ შემიძლია, აი მე. მოგიგრავდა. როგორი ამხელაკა ზედ ვიდექი და 20 დუბლი ჩავაწერე შეგრებულად რა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემო უნიჭიერესმა მამუკა გლონტმა აშინელმა ჩემმა რეჟისორმა მითხრა რომ ბატონი ჯემალ ბაღაშვილი გიბარებსო ხა ვაყურებულიც კი ვიყავი ხა ვერ დავაკავშირე ხლა რა ჩემი თავით მაშინ მეტალურგების ოლიმპიადა იყო და მეთქი შეიძლება ხა როგორც თქვენ აგრეთვე მეტალურგი რა თქმა უნდა ცნობილი ჩემგან გასხვავებით ხოლმე დავდილი მეტალურგი შეიძლება იმაზე მეძახის მეთქი რა და რომ მოვედი მე აგაშენათ ღმერთმა ესე მიმიღეთ და იმის მერე ვარ თქვენს ოჯახში და მაშინ ერთ-ერთ გალა კონცერტზე ხა მე საოცარი ადამიანები დავხვდე და მთელი ცხოვრება მადლიერი ვარ თქვენი რომ ამ ადამიანების გვერდით რას არ მოვიდგენდი ხლა ისეთი დიდები დამხვდნენ არტო კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელის ხსენება და რამა ჩხიკვაძე და ერთვაცონე ოთარ მეღვინე და აი ეს დიდები და აი ასე დაიწყო და პირველი ნაბიჯები ასე შედგა ჩემი ბესოსი შემდეგ უკვე სრულუფლებიანი წევრი გახდა იუმორინასი ჩემომატონო ემატებოდა ახალ-ახალი შემსრულებლები ახლა უნიჭო არავინ არ მიგვიღია და მე თანხმებით ვცდილობდით რომ სელექცია ყოფილიყო ობიექტური და მხოლოდ ნიჭის ხარჯზე თუ მოხდებოდა ჩვენთან აი ასე იყო მაგალითად ლევან შენგელია ხო ო ლევანზე თუნებას დავთავთ იმადონი ვერის დემართვით ეხლა ვიც ახალი მოდის ბატონჯემა მახეში უნდა გავაბათ და ეს ლევანი კაცო თავის ფეხით თვითონ მოდიოდა ხოლმე რა ყოველ ფეხის დამიჯზე შესაძლებელი იყო მახეში გამალა პას გაძლევდა ხოლმე ნუ ხო და ეხლა თქვენგან გაფრთხილებული იყო ეხლა გული არ გავუხედოთ რაღაცა რა დაანებეთ რა თავი რა გული არ გავუხედოთ ეხლა ეთქობა გული გიზრდებათ რომ რაღაცას გავუკეთებდით წესიერი კაცი იყო კაცო ხო და აი როგორ ეფერებეთ იცი რაღაცა ლევა ამაკი შვილო და რაღაცა და კომბლე რო დადგით აი მიუზიკლი კომბლე დათო არის დათვი და დათო გამოდის და დათვი და ეცეკვება ბეკეკებს იქ მოცეკვავე ბეკეკები არიან ეცეკვება და ამ დროს ლევანი აი დღეს როცა გამარჯვების თქმას კი გვერიდება რა თქვენთან იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა არასწორი მოქმედება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს ეგრეთ წოდებული პრაგონი გენერალური რეპეტიცია აი პრაგონს რო ვეძახით ჩვენ აი იმ დღეს მოდის და მეუნება თავის ძმაზე ლევანს ერთი კარგი ძმა ყავს უბრალოდ ფერი აქვს ცუდი რა უჩა ხო უჩა თან შავი არ არის მეგრულად უჩა და აი ეგეთი შავი მე არ მინახია რა
ესე იგი შავი არის, აი შუბლზე მიახატე თოვარე და ვარცხლოვები და ღამის 3 საათია. აი რო შეხედო, ღამე არის ბნელა რა. მოდის და მეუნება ამ თავის ძმაზე რომ დათო რომ გამოდისო, თუ შეიძლება აი კულისებიდან რომ გამოვაო დათო, შუაში რო კიბეები არის, კაცო ის ცენტრალური კიბეები, მაღალი კიბეები რომ მაღალი სცენაზე რომ ჩამოვიდა. აი იქო, იქიდან რომ ჩემი ძმა დაგორდესო. ამას გავუშვებ ხელი და თავიდან მეც ვერ მივხვდი რა როგორ დაგორდეს მეთქი რას ნიშნავს დაგორდეს და ვითომ დათვის ბელი არის ხო შავია აი ოღონდ არ გაგეცინოს გრიზლი ბიჭო ესეთი მაგარი რამე რომ მოგივიდა მეთქი თავში ბატონმა ჯემონმა იცის მე არაო მეო მერიდებაო მე როგორ ვეთყვი ხა ახალ შენ უთხარიო ჩემგან მეუთხარი რატო შენი იდეა არის და რატო მეთქი და ამა თვალი ჩაუყარე არის ამყევით მეთქი და ნუ რაღაცა და დავამუშავეთ დავაბრაბუსეთ ეს ლევანი ჯეროდა და ბოლო თანხმობა მეუთხარი და წავიდა დაუშვით ბატონ ჯემალთან ბატონო ჯემალო და ეხლა თან არ უნდა რომ გული გაუხეთქოთ რა და მაინც ეფერება ეხლა ჯერ ახალი არის და ეს მალე რა გიდა მალე არელოდა ეხლა ესე შეხვედრას აი ხა სულ დაიბრა და ისე ბატონო ჯემალიც თავი აიო ჩემი ძმაო რა შენი ძმა მალე აი ჩემი ძმა რო კიბეებიდან რო დაგორდეს აუზა ეჩერე აბათე ეჩერე მიკროფონში და ყველა გაჩენდა რა კაცო რა უბედურება ეხლა მაგის დრო იყო საიდან დაგორდა როგორ ამ დააგორა კიბეები სწორდაზე ვერ დადის რანაირად როგორ დაგორდა კაცო გამაგებინე რა დაიბრა რამე მოუვიდა ეხლა ლევონ არაო კი არ დაგორდაო ბატონო ჯემალო დაგორდესო ეხლა უკვე ბატონო ჯემალმა ვერ გაიგო ეს როგორ არ დაგორებულა რეპეტიცია გააჩერა 2 საათი კონცერტია ეს როგორ არ დაგორებულა არა არ დაგორებულაო და დაგორდესო უნდა დაგორდეს ხო შენი ძმა უნდა დაგორდეს კიბეები და რატო უნდა დაგორდეს შენი ძმა არ არის როგორ დაგორდეს ესე იგი აი ესე ვარ ჩასაფრებულები იქიდან ფარდის უკრი და ვიყურებით რა ხდება და აი ბატონო ჯემალ უკვე მიხვდა რომ მაგარ შარშია უკან ხო არ დაიხევს და დათო რო გამოდისო და დათვი რო არისო უკვე სწრაფად მიაყარა რა და აი ჩემი ძმაო დაგორდესო კიბეებიდანო ვითომ ბელი არისო ესე იგი ბელი ეხლა ესე იგი დათო გამოვიდა არის დათვი შენი ძმა დაგორდა არის ბელი შენია გამოგზავნი შენი მიღონა და ახლა ამ ნოტაზე რო არ ჩემჩერდა ჩემობესო მოდი მაშინ ნახოთ არა ბატონო ჯო მე თქვენი გაგრძელება მიყვარს ყველაზე მაგრა რა რაღაცა ბორის სისულელოს რო ვეთყვით ხოლმე რა ესე ხო არ ჯობია რეპეტიციაზე აი ესე წერს და შენ ახლა ბელის ხასიათზე ხარ რა ეხლა ამ ნოტაზე რო ჩემჩერდა მოდი მაშინ ნახოთ ერთ ვიდეო ფრაგმენტი მართლა უნიჭერეს კაცის ლევან შენგელიას მონაწილეობა მართლა ლევან
what a wonderful world. Oh yeah. ლევანი დღეს ის საზღვარგარეთ მოყოლებს უსულოთ მას დიდი შემოქმედებითი წარმატებები ჩვენ კი გავაგრძელოთ ბატონ ჯემალ ესე იგი არ შეიძლება ეხლა ვინაიდან დებიუტზე არის ჩვენი დებიუტი არ აღნიშნო ცეკვის დებიუტი ანუ ცეკვა არის თქოლგებით რა და უკვე არის გოგა ოსეფაშვილი ქორეოგრაფი გოგა ოსეფაშვილი და გავხსენი 1 2 3 და გაიბზარა ერთი ქოლგა რა ეს ქოლგები შემომაგდა მე ვარიგებ ამ მოცეკვავებს ურიგებ ეხლა მე ვთხარი ვის გაბზარული ქოლგა თუ არა როსტიკას დავარიგე და როსტიკას შეხვდა გაბზარული ქოლგა მივეცი დაეყოდა და გადაწყდა ახლა ჯერ ქოლგა დაუჭერია ხელს უკვე დედა უტირა რა ახლა ბოაჩილეთ ეს ქოლგები ბოაჩილეთ რა აკრიბეს და ეს უჭირავს გოგა ოსეფაშვილს და მე ამიტინო კეთილშობილი კაცი ბატონო ჯემალო აი ეს ქოლგებიო საწავიღო და გარისხებულია ბატონო ჯემალო ეხლა მართლა გილა იმას უყო სადულა წაიღო კარგი ეს ქოლგებით გავიხსენეთ ეხლა კიდე ერთ დებიუტზე მინდა რომ ვაუწყო ჩვენ ძვირფას მაყურებელს გასულ წელს საახალწლო იუმორი შედგა ამათი უკვე აი ამ ორი მეგობრის უკვე ვოკალური დუეტის დებიუტი და ჩვენ დასაბედნიეროთ ისიც ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა ჩვენ გვაქვს საშუალება ერთხელ კიდე შევახსენოთ აი ეს დუეტი ჩვენ ძვირფას მაყურებელს დიდი სიამოვნებით ვინ წარმოიდგენდა თბილისში ამასა ათენში იმღერებდნენ უთქუნა და თამადა ელადის კრიზისი ძალიან დიდია ჩვენზე ძვირ მომღერლებს იქნაღდათ ვერ იგიდიან საბერძნეთი ლამაზია თავისებურად აკროპოლისი და ცქერის მთიდან მეფურად ჩემი ქვეყნის სიყვარულს ეს ვერაფერს აკლებს საჩვენი ერეკლე და სადიმათი ჰერაკლე იმათლა პრომეთე ისისთან ჯულია თუმ ჩვენი ამირანი უფრო მიჯაჭვულია ღვინოსაც ხშირად სვამთ ქართული სასმისით ღმერთო კვლავ დაგვიბრუნე ჩვენი ოქროსაც მისი ამას ვესვამდა ქეიფში ქართველი თამადა ათადან ბაბადან ლიტვიანი ვანდი დაუბრუნდი თბილისში იქ სადაც გველია ხბილად დაგვბედებოდეს ეს ახალი წელია ისევ დაიწყება ხანტების ტრიანი ნამდვილი ქეიფი და ჩიგრიანი გრიალი შემოვიარეთ
ხო ქვეყნები სიმღერით გეფერებოდით შორიდან ვერ შეგედრება ვერც საბერძნეთი ვერც ამერიკის მაიამი და ფლორიდა რავალახაწეს ხალხი გვილოცავს სამტრედიდან ზესტაფონიდან ხონიდან ხაშურიდან და გორიდან ახლაც მივიღეთ მოსალოცები ურჯანიდან სიგნაღიდან და წნორიდან ნუედია დიდი მადლობა ჩვენს სვირბას ნუედს თვითონსო მეგობრებო ჩვენს იუმორი და ჩვენ ასაბედიეროთ საზღვარგარეთაც უყურებენ დღევანდელი გლობალური ტელეკომუნიკაციების პირობებში ეს სრულებითაც არ არის გასაოცარი მაგრამ აი ამ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ძალზე საინტერესო ვიდეო მასალა ერთ-ერთი უცხოელი პაროდისტისგან რომელმაც არც მეტი არც ნაკლები გამოთქვა სურვილი იუმორინაში მონაწილეობის მიღებისა თქო ჩართოთ პირი აი ასეთი საინტერესო სახე შეიძლება ვიხილოთ როგორც დებიუტანტი ჩვენს მომავალ საკონცერტო პროგრამაში. სხვათა შორის იუმორეში კიდევ ერთი ტრადიცია არსებობს დებიუტანტების თაობაზე. ჩვენ უყურადღებოთ არასოდეს დაგვიტოვები არა მხოლოდ მსახიობები, მომღერლები, იუმორისტები, პაროდისტები, არამედ ხიარულთა და საზრიანთა კლუბის მანსანგანის გუნდების წარმომადგენლების. გახსოვთ ალბათ პოპულარული გუნდი უნივერსიტეტისა ძალზე საინტერესო შემადგენლობით, რომელთა დებიუტი სწორედ იუმორიაში შედგა. შემდეგ იყო ქუთაისური გუნდი, პიკასოს ბიჭები, აგრეთვე მათი პროფესიონალური დებიუტი შედგა დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე იუმორინაში და აი ახლა ხანს საახალწლო პროგრამაში იუმორინა 2016 ჩვენ მოვიწვიეთ ძალზე საინტერესო ახალგაზრდული და ნიჭიერი გუნდი ეს გახლავთ ტექნიკური უნივერსიტეტის მანსანგანის გუნდი შერეგილები ახლა მე ისინი სტუდიაში მინდა მოვიწვიო შერეგილები სტუდიაში ხედავთ როგორი ხიარულები და საზრიანები არიან და შესაბამისი სახელიც აქვს ძალიან გამეხარდა რომ დებიუტი თქვენი რომელიც შედგა საახალწლო იუმორინაში წარმატებული გამოდგა ყოველ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით მხოლოდ დადებითი შეფასებებია საინტერესოა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე როგორ შეგიფასეს ეს გამოსვლა ბატონო ჯემლერ საინტერესო ისტორიას მოყვები ჩვენი გამოსვლის შემდეგ იუმორინაზე გამოსვლის შემდეგ 2 თვის შემდეგ ჩემს მეგობარს ვეხმარებოდი სახლის აშენებაში. და ნუ მოკლედ ეს ამ სახლის პარალელურად წინ სკოლა იყო, სადაც იმ ქუჩაზე სულ მოძრაობდა პატარა ბავშვები და თავიანთი მშობლებთან ერთად რა თქმა უნდა. და ნუ ერთ დღეს ლაფატკა მიგავი და ზილავ ამ ცემეს, მოკლედ შენ მეგობარს ვეხმარები. და ერთი ქალი მოდის ბავშვთან ერთად და შეხედი ამას და გამიხარდა მიცნეს. ეს მოვიშორეს ლაფატკა რას მომაჩეჩეთ მეთქი და თმებს ვისწორებ არ მაქვს, მაგრამ მაინც ვისწორებ. და მიხარია მიცნა. და უცებ ეს ქალი აგძელებს. ხო უყურებო, ისწავლე, თორე აი ამას დაემსგავსებ. და ეს პატარას კიდე მოყვები, ეს ჩვენი ვიდეო, შერეკილის ვიდეო, რომელიც იუმორინაზე გამოსვლის ვიდეო, Facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე დადეს. და ნუ მკითხლობ კომენტარებს ზოგი ნუ ოჩახ შერეკილი და ანთასი კომენტარია და მე დავწერე ესეთი კომენტარი ძალიან ცუდად ხუმრობენ თქო. და
მარტო ვიღაც გოგო მე დამიკომენტარა. უკეთესად შენი ხუმრა. კარგი პასუხია, კარგი, აბა. ბატონო ჯემალ ერთ საინტერესო ისტორიას მეც მოვყვები, ალბათ შეამჩნიეთ, მე და ჩემი ძმა ტყუპის ცალები და მეორე ისტორია გექნება. მიხვდა მაყურებელი მაგას ეთქვა. ერთ-ერთი საინტერესო ისტორია შეგემთხვა ქუთაისში, მე და ჩემი ძმა ფეხბურთელები ვართ და ქუთაისში გვაქვს გასვლა და მოგეხსენებათ ქუთაისში მაყურებელს უყვარს ფეხბურთი და ხშირად დადიან და მე ჩემი ძმა არის მცველი პოზიციით და მე ვარ თავდამსხმელი და ერთ-ერთი მაყურებელი მოვიდა საყურებელ თამაშში და ნახბახუსევია ნასომია და ბოთლი დღეში უყურებს თამაშს, სულ არ აინტერესებს ვინ თამაშობს, მაგრამ მაინც და უყურებს თამაშს უყურებს და გავიდა ერთი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმს უახლოვდება აი დასასრულს და ერთს ეუბნება ჩემს მეგობრს რომ აი ესო ყავთო ძალიან მაგარია. აი ეს რო არისო ეგეთი არავინ არ არისო და რატო კაი ბიჭიო კიო მაგრამ ესე რატო ახეო შეხედო წინაც ეს არისო უკანაც ეს ყველგან ეს არის ძალიან მაგარი ეს მაგარი გამოვა და კი ხედავთ ხა კაი ისტორია. ბატონო ჯემალ ღამის კლუბში მეგობრის დაბადების დღეზე ვართ შეკრებილები, ნუ რამდენიმე ახლო მეგობარი და რა თქმა უნდა უცხო ხალხიც არის, იმიტომ რომ ეს დახურული წრე არ იყო, დახურული ადგილი. და უკვე შუაღამეა, ნასვამია ხალხი, ნუ ესე ვთქვათ, გასული არიან ამ ქვეყნიდან და მე ჩემს მეგობარ ბიჭთან ერთად ვზივარ. და მოდის ვიღაცა ბიჭი, აი მოღოღავს, ვერ ხვდება სად მიდის, მაგრამ მოდის. და მოვიდა ჩემთან და თან მეცეკვება. გოგონი, არ ვიცეკოთ, არ გავიცნოთ და ვიცი მეთქი მე რაღაცა მეგობარ ბიჭთან ერთად ვარ. და ეს ჩემი მეგობარი ბიჭი, ნუ იყო სპორტსმენი, რაგბისტი და ცოტა სპორტული ახნაგობის არის საკმაოდ და ეს ადგა. ანუ ამასობაში ცოტა ის შეიქმნა რა. ანუ ეს უყურებს, თან ხვდება რომ ერთს უკან მიდის უკვე ამ თავის სიტყვაზე რომ გოგოსთან მოვიდა და ახედა, ესე ჩახედა, გამომხედა, დაფიქრდა და მე სამივე ვიცეკვე. რა სერჩი იუმორი გონია. კარგია. ფოტოშორის ერთი ძალიან კარგი ისტორია მეც მოქვს, მეც მოვყვები. ჩვენი მეგობარი მუშაობს ერთ-ერთ საავადმყოფოში და მქონია ესეთი შემთხვევა, რომ მიუყვანიათ ერთ-ერთი ადამიანი ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაში და ვერ აკავებენ თურმე ამ კაცს. იგინება ეს კაცი, აგინებს ყველას თქვენი ასე, თქვენი ისე და აბა გაჩერდი არ ჩერდება. რა ვქნათ და მოდიო დამამშვიდებელიო, გაუკეთოთო მორფიო და იქმა დაიძინოსო რა. გაუკეთეს თუმე მორფი და ერთი პაუზა, ერთი 2 წუთიანი და თქვენი ვის ნემს ვისაკარებ თქვენი და აბა ასე და უარესად გაგიჟდა თუმე და ახლა ბჭობენ ექიმები რა გავაკეთოთ რა მორფმა არ დააწყდა რაღაც ხო და ახლა მიდის საუბარი ექიმებს შორის რომ მეორე დოზა ხო არ გაუკეთოთო მაგრამ თან ეშინიათ 2 დოზა მორფი ნახევარ საავადმყოფოს დააძინებსო და ამას რაღაც ერთ კაცს რომ ეს 2 დოზა გაუკეთოთო და ნუ ახლა მაინც თავისი თავი ერჩივნა და გაუკეთეს ეს მეორე დოზაც რა კიდე 2 წუთიანი პაუზა და გაცობთ აღარა აი თქვენი მეორე ნემსი და გაგიჟდა აგინებს თქვენი მედიცინა და თქვენი ასე თქვენი ისე და დაურეგეს მის მეგობარს მოდიო კაცო ბოლოს და ბოლოს ახტებაო აღარ შეგვილია ვარ მიხედეო შენც მაკაცო და ეს მეგობარი მოვიდა და დაადგა ესე თავზე და დაწნარდი ბიჭო რა იყო სირცხვილიაო და ამოხედა იმან და კაი ხო მართალი ხარ და გაჩერდა ისე ექიმები 2 დოზა მოვთი გაუკეთებ რა ენა და ამნაირად გაჩ აი გაჩერდა მართალი შეაძმაო სიტყვის ზალა როგორია გავაგრძელოთ ახლა სიტყვიერება და გადავინაცვლოთ სცენაზე რამოდენიმე მინიატურაც ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ხო სცენაზე წარმოგიდგენთ პირველ მინიატურას, მინიატურა ევროვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ ქართულ ოჯახში. მა, აუ რა მაგარია ეს ვიზა ლიბერალიზაცია რომ შემოიღეს რა. სადაც გვინდა გადმოფრინდებით რა, ხო მაგარია. დედა! მამა! მოდით ნახოთ შემთხვევა 90-იანი წლების საქართველოში. მოდები ჯივაკ. ახდება. პოლიცია ვარ, შეხება, დავай ამოატრიალე ჯიბეები. არაფერი არ მაქვს. მიდი ბიჭო, რო გეუბნები. არ მაქვს. მიდი. დანა. ახალგაზრდა ბიჭი, ამით უნდა დადიოდე, ხო? აი, დავай ამოატრიალე კიდე. აღარ მაქვს, არაფერი. არაფერი შენ მასწავლა შენ ხელები გამომივლია. იარა. ახალგაზრდა მომჩუნა მიდი აი კიდე შევ აღარ მაქვს არა მოდი აგერ ამატიალე გასტეტი
დავაი გაეთოხი რა უნამუსა და აბა იარაღი დანაკასტეთი იაფად. მოდით ნახოთ უცნაური შემთხვევა კლუბში. გოგონი, ხომ არ გვეცეკვა? Девушка, может, потанцуем? ნახოთ სიტუაცია ავღანეთის ერთ-ერთ სკოლაში. აბა მითხარი რამდენია 3-ჯერ 3? 9. ოჩა? აბა შენ მითხარი რამდენია 2-ჯერ 2? 4. კარგია. 3. 2. ბატონო ჩემო, ჩვენს გამოსვლას დავასრულებთ ზესტაფონელი ელექტრიკოსის უკანასკნელი სიტყვებით. შენ მასწავლი ფაზანოლს. დიდი მადლობა ჩვენს უნიჭიერეს ახალგაზრდებს. მე მინდა კიდევ ერთი ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდა გავიხსენო, რომლის დებიუტი თავის დროზე უდიდეს წარმატებით შედგა იუმორინაში. დღეს ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა როცა ჩვენ გვაქვს საპასუხისმგებლო კონცერტები, არ ეზარება ჩამოდის და ჩვენ გვერდითაა დღემდე. ეს გახლავთ ყველასათვის საყვარელი ვლად არამოვი. ნახოთ ვლად არამოვის პირველი გამოსვლა იუმორინაში. You can poi a farla questi stemmi stringi più che vuoi che non lasciare mai a presente c'è tutta l'emozione dentro che vuoi di vivere la vita прощайся как se to see me move through the night. I'm gonna climb to shoot me right. I'm not gonna wait a fight. Give it to me, baby. Sex bomb, you're my sex bomb. You can give it to me when I need to come along. Sex bomb, you're a sex bomb, and baby you can turn me on. So for the money. You wanna show what I have? Wanna be golden story, don't you? Step on up this sweatshirt, yeah. We can do anything, but I believe the blue suede shoes. Blue suede shoes, baby. Blue suede shoes, baby. Blue suede shoes, baby. Blue suede shoes. We can do anything, but I believe the blue suede shoes. Thank you very much.
ასეთი დებიუტი ქონდა ვლად არაბავს უსულოს მას დიდი წარმატებები იქ სადაც ის დღეს ცხოვრობს და მოღვაწეობს იმედი გვაქვს რომ ხშირად გამოვა ხოლმე იუმორინას შემადგენლობაში თავის კოლეგებთან ერთად ახლა კი მინდა კიდევ ერთი პოპულარული სახე იუმორინასი ბატონი მერაბ გეგეჭკორი მოვიწვიოთ სტუდიაში მოგზავნი მერაბ ალამიდა გამოიწვიოთ დაბრძანი შემოგადო დაბრძანი მერაბს ხშირად უსაუბრია თავისი დებიუტის შესახებ როგორც ინტერვიუებში ასევე მონოლოგში შესანიშნავი მონოლოგი ქონდა ახსოვს მაყურებელს მე უბრალოდ ცოტა სხვა რაკურსით მინდა წარმოაჩინე ის რადგანაც არ თქმულა და რაც არ გაგვიცნე ჩვენი მაყურებლისთვის ხელმძღვანელობაში რა მაქვს იცი რომ აი ამ ცოტა ხნის წინ შემომერაბში ჩვენ გავიხსენეთ ბრწყინვალე ქართველი იუმორისტი მსახიობი მწერალი ბატონი ქართლოს კასრაძე გადაცემა მიუძღვენით მას და მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი პიროვნება გახდა და მე ძალიან გამახარე შენ ჩვენი პირველი შეხვედრისას როდესაც კითხე რომ გარდა პაროდიებისა კიდე რას აკეთებთ ხო რომ ძალიან კარგი ცოდნა გამოავლინე იმ დროინდელი მართლაც გამორჩეული იუმორისტებისა როგორც თენგიზ ჩაპლაიც ასე განსაკუთრებით ქართლოს კასრაძის და თუ გახსოვს აი კარგი იქნება თუ აქედან დავიწყებთ იმ შენს პირველ ნაბიჯებს იუმორინაში. კი ბატონო, ჯერ ერთიც მოგესალმებით და უნდა აღვნიშნო, რომ გარდა იმისა, რომ ქუთაისში დავიბადე და ყოფითი იუმორით ვიზრდებოდი, რა თქმა უნდა, სამაგალითო ადამიანებიც იყვნენ. ეს იყო თენგიზ ჩაპლაძის სპექტაკლები და ქართლოს კასრაძის იგავები და ლექსები. რასაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი იმ ეტაპზე, იმიტომ რომ აი ცოტა გამეზარდა ჩემი ასე ვთქვათ პალიტრა. იმ დროს პოლიტიკოსების პაროდიები ნაკლებად იყო. და შესაბამისად, ამიტომ ამაზე მიწერდა მუშაობა. და მახსოვს ხუმრობები, ბატონი ქართლოსის, აი იმ დროინდელი და ძალიან ადეკვატური. ენას უკიდებს კაცი და გამყიდველთან მივიდა. რაღის შეშერი თუთი ყუშია. თუთი ყუში ღირს ასილარ. რამბავია ასილარი ერთი თუთი ყუშია. რამბავია და შენზე კარგად ლაპარაკობს. შვილი მამას. მამა მომეცი ერთი ლარი. აგერ ქუჩის კუთხეში კაცი დგას და ყვირის მეწოდება. ოჩახშვილო, შენ ლარი. და რას ყვირის ის კაცი? მაროჟნი. საიუველირო მაღაზიაში შევიდა კაცი. დაძონძილ დაკონკილი ტანსაცმელი აცვია და ყველაზე დიდ ბრილიანტის ბეჭედს დაადო თითი. რაღისერსო ეკითხება გამყიდველს. ახედა გამყიდველმა ჩახედა. არ ხარ ახლა შენ ამის ყიდველი და ტყვირად უმალაპარაკებ. ებიჭო შენ ფასი მითხარი რა მიდის ახლა შენი? რაღის და 7000 ლარიო. ასეა შენ უნდა უსტვინო და მე უნდა უსმინო. და დანარჩენების ფასი მითხარი ბარემო. დანარჩენების? კი ბატონო. ეზღის 2 დასტვენა. ეზღის დასტვენა ნახევარი. 5 დასტვენა, 7 დასტვენა. ასეთია ბატონო ფასები. სხვათა შორის ცხოვრებაში თავად დგება ესეთი მომენტი, რომ ანეკდოტური სიტუაცია იქმნება. მეგობარი მყავს ერთი მე თქვენ ცისობთ მას დათო ცირეკიძე. 2 მეტრიანი მრავალსართულიანი კაცი ვითართ რო დამადგება თავს და თავისნაირი დიდი ჯიპი ყავს და მივდივართ ერთად ბატონო ჯემა და საჭესთან თავად ზის და მე უკან ვზივარ სალონში და გეგეო პირი მიშნებაო და საბარგულშიო კოკაკოლა მოგდა მომაწოდებო ბიჭო მე ვთხარი ამ ხელა ჯიპში რაფერ გადავძვები ახლა და რაფერ მოგაწოდება არა ვარ მოწოდებული კოკაკოლასით მაგას ვამბობ მეც მაკენივით მოკლე ხელები რო გაგდა ტყუილივით მოკლე ფეხებიო ამაზე კაი შეფასება არ მომისმენი რადგან მაყურებელმა იცის ჩემი წარსული მინდა იმ წარსულიდან პატარა რამ გავიხსენო როდესაც მე სრულიად მარტო დავრჩი იცი როგორ ვიმხნევებდი თავს ბატონო ჯემა იუმორითა და სითფოთი რომელიც ჩემ ქალაქს არასოდეს არ აკლდა ნათლია მყავდა ძალზე განათლებული კაცი ტუკვაძის კაცი იყო და ერთხელ ასეთი აღმოსავლური სიბზნე მითხრა იცინე და აყვება სამყაროს სიცილში იტირებდა დარჩები მარტო არა ვარ მარტო და ვიცინე ამიტომ სულ სასაცილო და სამხედრო პროცესს მეთვალ საქმე ის ვინოს უბალვა შემოგეგე იძოცხლე ახლა კი მე და შენ ერთად მოვისვინოთ საფინალო ნომერი ჩვენი გადაცემისა ჩვენი სტუმარია პოპულარული ანსამბლი ფორტე სცენარი
მკითხულობს ვინ დამეცებს ვის უყვარ მე აცრემლებულ თვალს ვაცეცე მოდი ხმა გამეც ირგვლივ ცივა სუსხიანი ღამე გული მტკივას სანუგეშო მიხარი რამე მე მარტო ვარ მარტო მღერი ყრუა სოფელი ვის უთხრავის განმომარტო სევდა ნაღმელი არ ვიმხავდა არავინ მღავს არავის ველი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი სუდაგეძებნე დავსათხა რომელ ხარეში სად არის რომ იმყოფები სიძუხარეში ყველგან ბრძოლა ყველგან სისხლი ბრძოლა თარეში უცხოდ ხუდებია ცხოვრების ბნელ სამარეში მე მარტო ვარ მარტო მღერი ყრუა სოფელი ვის უთხრავის განმომარტო სევდა ნაღმელი არ ვიმხავდა არავინ მღავს არავის ველი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი ვინ გითხულობს ვინ დამეძებს ვის უყვარ მე აცრემლებულ თვალს ვაცეცე მოდი ხმა გამეც არ ვიმხავდა არავინ მღავს არავის ველი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი მომეცი ხელი სამ ფორტეს ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო მგურდალია